ებო თქვენთან რა ხდება, ესეც ვნახოთ ზოგადი მიმოხილვა. ტყუპებო თქვენ სასყოლო ფრონტზე გაგიმართლებთ ყველაზე მეტად, განსაკუთრებით მარტოხელა ტყუპებს. ყველგან იქნებით, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ყველგან. იქნებით საოცრად ქარიზმატულები, წარსდგებით ესე საზოგადოების წინაშე. გამართლება სოцქსელებში აქტიურებსაც გაქვთ. აი მაგალითად ბლოგერობა თუ ვინმეს გინდათ ზუსტად ის დროა დაიწყოთ, იმიტომ რომ გამომწერების სიმრავლე გულს ნამდვილად გაგიხარებთ. გაორებაც ნაკლები იქნება თქვენში, ზუსტად გეცოდინებათ რა გინდათ, სად ან ვისთან. ვიზუალი. აი რა წამოიწინებს წინა პლანზე. ბევრ თქვენგანი სასურველ ოპერაციას გაიკეთებს. რა უნდა გაითვალისწინოთ? ეს არის ნერვების მართვა. სასწორებო თქვენი ზოგადი მიმოხილვა, რასთან იქნება დაკავშირებული. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, დაუსრულებელი საქმეებს ბოლო-ბოლო დაასრულებთ, წარსულს, რომელსაც ვღაუჭებოდით, გაუშვებთ და სამუდამოდ დაუსვავთ წერტილს. რაც პირდაპირ გაპოვნინებთ ნამდვილ ჭეშმარიტ სიყვარულს. თქვენ ცხოვრებაში სწორი ადამიანები განლაგდებიან, უამრავი რომანტიული მომენტი შეიქმნება თქვენს ირგვლივ. მეგობრულ წრეშიც აიწევს თქვენი სახელი. ენერგო ტონუსიც მაღალია, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდეთ. პრიორიტეტი აქ არის პირადი ცხოვრება. რა უნდა გაითვალისწინოთ? ბოლომდე მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე. მერწყულებო თქვენთან რა ხდება? თქვენ ცხოვრების 9-წლიანი ციკლი დაიწყო, რაც რადიკალურ ცვლილებებთან იქნება კავშირში. როგორც არის გამართლება ფინანსურად, ლატარიაშიც კი. საქმიანი მოლაპარაკებები, თქვენ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით, ბევრად უფრო მარტივი გახდება კომუნიკაცია. დაგტოვებთ განცდა, რომ სამყაროს არ ესმის თქვენი, თქვენ კი არ გესმით მისი, რადგან ყველა გაიგონებს თქვენს ხმას, ისე როგორც არასდროს. ახალი ციკლის პერიოდი იწყება მოლოდინებით სავსე. პირად ფრონტზეც მოაგვარებთ საბოლოოდ ყველაფერს, რაც აქამდე გაწუხებდათ. ადამიანები დაიწყებენ პირდაპირ მნიშვნელობით ცვენას თქვენ ცხოვრებაში, ახალი ადამიანები. ყურადღება რას უნდა მიაქციოთ? გათვლებს, ანუ თქვენს შემდგომ ნაბიჯებს რა შეიძლება მოჰყვეს, ეს უნდა გათვალოთ, თქვენ სიტყვას რა მოჰყვება, თქვენს ქმედებებს რა მოჰყვება და ეს იქნება თქვენი წარმატების გასაღები. წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ დამდეგს.